სიყვარულის კრისტალი, მამა აბსოლუტის გზავნილი, 10 თებერვალი 2020 წელი. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო და საყვარელო შვილებო. ახლა მე მსურს გესაუბროთ უფრო დაწვრილებით იმ ენერგიებთან მუშაობის პრინციპებზე, რომელთა შესახებაც საუბარი იყო ჩემს წინა გზავნილებში. დავიწყოთ სინათლისა და ღვთაებრივი სიყვარულის ენერგიით, რომელიც არის ამაღლების გზაზე პირველი საფეხური. ამ ენერგიას გადაჭარბების გარშე შეგვიძლია უწოდოთ მეოთხე ჩაკრის ენერგია, რადგანაც მასთან ურთიერთქმედებისას ადამიანის მეოთხე ჩაკრა სრულად იხსნება. ამის გარდა სწორედ ეს ენერგია აქტიურებს მის სიყვარულის კრისტალს. რას წარმოადგენს სიყვარულის კრისტალი და რა არის მისი არსებობის მიზანი? რადგანაც კრისტალებს აქვთ უნარი გააძლიერონ მათი გავლით გასული ენერგია, ადამიანის გულის ჩაკრაში კონცენტრირებული სიყვარულის ენერგიას პირობითად შეგვიძლია უწოდოთ სიყვარულის კრისტალი. სწორედ ასეთ აზრს ატარებს ეს გამონათქვა. ხოლო აი რა ხდება ნატიფ დონეზე, როდესაც თქვენ უხმობთ სინათლისა და სიყვარულის ენერგიას. როდესაც ის თქვენს მე-7 ჩაკრაში ჩამოდის, ის ტრანზიტად გადის მე-6 და მე-5 ჩაკრებს და ჩერდება მე-4-ში. ეს ის ვიბრაციული ზღვარია, რომლის ქვემოთაც მას არ შეუძლია რომ დაეშვას. თანამედროვე ის იწყებს მე-4 ჩაკრის ვიბრაციების თავის დონემდე აწევას, წმენდს მას და ცვლის მის ენერგეტიკულ სტრუქტურას. ყოველ ადამიანს ის განსხვავებული აქვს. როგორც ბუნებაში შეუძლებელია ვიპოვოთ ორი აბსოლუტურად ერთნაირი კრისტალი, ასევე ადამიანისაც ვერ ექნებათ ინერტული სიყვარულის კრისტალები. რაც უფრო მაღალი ადამიანის ვიბრაციები, მით უფრო სრულყოფილია მისი გულის კრისტალის ენერგეტიკული სტრუქტურა. თუმცა რადგანაც ადამიანს უჭირს შეინარჩუნოს თავისი ვიბრაციები ყოველთვის ერთსა და იმავე დონეზე, მისი სიყვარულის კრისტალის ფორმაც მუდმივად იცვლება, თუმცა ის მაინც კრისტალისებული რჩება. აგრეთვე ამ კრისტალს აქვს ერთი გასაოცარი თვისება. რაც უფრო ხშირად იყენებთ სინათლისა და სიყვარულის ენერგიას თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და უნაწილებთ მას სხვებს, მით უფრო სრულყოფილი ფორმის ხდება თქვენი სიყვარულის კრისტალი და მით უფრო მეტ მოცულობას იძენს ის. ამგვარად, როდესაც სხვებს უნაწილებთ თქვენს სიყვარულს, სანაცვლოდ თქვენ იღებთ უფრო მეტ სიყვარულს და თქვენი სიყვარულის კრისტალი იზრდება და თქვენს გარშემო ქმნის სინათლისა და სიყვარულის მძლავრ ენერგეტიკულ ველს, რომელსაც შეუძლია მოიცვას დიდი ტერიტორია და მრავალი ადამიანი. ხოლო ცალკე აღებული მარტო ეს ღვთაებრივი ენერგიის ველი ჯადოსნურ ზემოქმედებას ახდენს გარემომცველ ხალხზე. ადამიანები მშვიდებიან, მათ სულებიდან მიდის შიში, მღელვარება, აგრესია, მათი ცნობიერება ნათდება და იწყებენ მომხდარი მოვლენების უკვე სხვა თვალით დანახვას. ყველა ეს საოცრება ხდება თქვენი სიყვარულის კრისტალის წყალობით, რომელიც გააქტიურდა დედამიწაზე ახლა მოსული სინათლისა და სიყვარულის ენერგიების წყალობით. ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, მოუხმეთ ამ ენერგიას, რაც შეიძლება ხშირად. ნუ უგულებელყოფთ მას, მაშინაც კი თუ თქვენ უკვე იყენებთ უფრო მაღალ ვიბრაციის ენერგიებს. ყოველ მათგანს აქვს თავისი გამორჩეული თავისებურებები და შეაქვს თავისი წვლილი თქვენი ღვთაებრივი ცნობიერებისა და ახალი სინათლისა და კრისტალური სხეულის შექმნაში. მამა აბსოლუტი, რომელსაც განუზღვრად უყვარხართ, საუბრობდა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართა, თარგმნა წაიკითხა კოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.